საქართველოს პოსტის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციირებით ქართული ფული ეროვნული ვალუტა 30 წელი მარკის პრეზენტაცია გაიმართა. დეტალები ვნახოთ ჩვენს რეპორტაჟში. საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პოსტამ საიუბილეო საფოსტო მარკა გამოსცა. ქართული ფული ეროვნული ვალუტა 30 წელი, რომლის პრეზენტაციაც ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. დღევანდელი პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს პოსტის ორგანიზებით და ეროვნული ბანკის ინიციატივით იმართება, ეძღვნება მარკას ქართული ფული ეროვნული ვალუტა 30 წელი. მარკა არა მხოლოდ საფოსტო პროდუქტია, არამედ ეროვნული იდენტობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის და ისტორიის მეხსიერების მატარებელი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პოსტის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ეროვნულ ბანკს იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა. საიუბილეო მარკაზე ლარის ბანკნოტების ნიშნებია დატანილი და ეროვნული ვალუტის 30 წლიან ურთიერთობას ასახავს. მარკის ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა. ეროვნულ მარკებზე აისახება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები, ასევე ის მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი თარიღია ზოგადად საქართველოს ისტორიისთვის, რამე თუ ეროვნული ვალუტა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დატანილი იქნება საფოსტო მარკებზეც, რომელსაც მთელი მსოფლიო ნახავს და შეაფასებს. მთელი წლის განმავლობაში ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ვუძღვნით სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებას, რამოდენიმე კონფერენცია ჩავატარეთ. ძალიან საინტერესო დიზაინია, რომელიც ეყრდნობა ლარის ბანკნოტების ოჯახის კონცეფციას, ასახავს ლარის ბანკნოტებს. ძალიან დიდი მადლობა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რა თქმა უნდა საქართველოს პოსტას, რომელმაც შექმნა ჩვენთან თანამშრომლობით ეს დიზაინი. ქართული მარკა მიმოქცევაშია 2025 წლის სექტემბრიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საქართველოს პოსტის სერვის ცენტრში. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე სწორედ ამ მარკით არის შესაძლებელი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეროვნული ვალუტისა და საფოსტო სერვისის სიმბოლურ ურთიერთკავშირს. საფოსტო მარკის ტირაჟი 30,000 ერთეულია.